მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს ვისაუბრებთ თუ როგორ გამოუცვალოთ გადაცემათა კოლოფში ზეთი საკუთარი ძალებით. აქ განგაშვა არაფერი არ არის, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოცვლა. მე მაგალითად, ნახეთ, გავაკეთე აკვირდით. აი ნახეთ, ორი ესეთი ნიპელი ჩავამაგრე. ერთს ამოუღე შიგნით არსებული მექანიზმი, აი ეს და ზუსტად აი ამაზე დავამაგრე შიგნიდან ესეთი მილი. მოკლედ, ეხლა ნახე რა ხდება და როგორ მუშაობს ეს. როდესაც ამაში ჩავასხამთ ზეთს, ამას მაგრად მოვჭერთ, აქედან დამაგრებული მილი პირდაპირ შედის გადაცემათა კოლოფში. და თუ სად შედის ეს წინა ვიდეოში მაქვს გადაღებული და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. აქედან კი ნასოსით დავამაგრებთ და ნასოსით შევქმნით შიგნით წნევას და აი ამ წნევის მეშვეობით აკაჩავს ზეთს გადაცემათა კოლოფში. აქ მანგაშო მეგობრებო არაფერი არ არის. ზუსტად ასე გამოვცვალე მე წინა გამოცვლა ჩემ მანქანაში. ახლა აქვს კიდე ჩემ მანქანას გამოსაცვლელი გადაცემათა კოლოფში ზეთი, მაგრამ უკვე ნამდვილად მეზარება ეხლა ამის ჩემით გაკეთება, რადგან მივაგენი ერთ-ერთ ადგილს, სადაც კარგად ცვლიან. მოკლედ, ეხლა წავალთ, ერთად ვიყიდით ამ ზეთს, იმასაც გაჩვენებ თუ რა ზეთი უნდა ჩავასხა, იმასაც გაჩვენებ თუ როგორ იცვლება მთლიან პროცედურას გადავიღებ და გაჩვენებთ. ზეთების არჩევანი ძალიან ბევრია, მაგრამ მთავარია გაითვალისწინეთ ის, რომ მამანქანებში ისხმება საუკეთესო ხარისხის ზეთი, ამქ არ დაინანო და ეკონომია არ გააკეთოთ გადაცემათა კოლოფში გამოცვლის დროს ზეთის ხარისხზე, ყოველთვის ეცადეთ რომ მაღალი ხარისხის ზეთი ჩაასხათ, რადგან იცით რომ გადაცემათა კოლოფი ჩვენ მანქანებს აქვს ძალიან სუსტი. წავედით ზეთი შევიძინოთ ჯერ და შემდეგ სხვა ადგილას წავიდეთ ზეთის გამოსაცვლელად. მეგობრებო, მოვედით ზეთის საყიდლად. ერთ-ერთ მაღაზიას მივაგენი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ორიგინალი ზეთები ჩამოდის. აი. ყველანაირის ტიპის ორიგინალი ზეთები არის. კი. აი რომ ეკითხებით რაზეც ვიყენებ, კაროვკაში ვიყენებ მის ორიგინალ რეკომენდირებულ ფორდისგან მოტოკრაფტის ზეთს. ოღონდ ეს ჩამოდის ზოგან დუბაის, ზოგან ამერიკის. ეს ვიცი რომ ამერიკული ზეთია და ამიტომაც ამ მაღაზიაზე დავაჩერე არჩევანი. ხშირად ისმის კითხვა რამოდენი ლიტრი ზეთი უნდა კაროვკას. მეგობრებო, აი ამას ცემაქსებს ოფიციალურად უწერია 6 ლიტრი. 6 ესეთი არის საჭირო. აი ნახეთ, ამ ბოთლში ლიტრა სრულად არ არის, არის 956 მილილიტრი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ჩვენ ამ კაროვკიდან ბოლომდე ფიზიკურად ვერ ვწურავთ ზეთს და შიგნით რჩება სადღაც 150-დან 200 გრამამდე ზეთი. ამიტომ 6 ბოთლი შეადგენს საერთო ჯამში 5 ליტრს და 676 მილილიტრს. ამიტომ სრულიად საკმარისია ეს 6 ბოთლი. ზოგიერთი მაგალითად 5 ბოთლს ასხამს, ზოგიერთი 4 ბოთლს 4 litrს ასხამს, მაგრამ მე გეუბნებით ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციის საფუძველზე, რომ აი ამას ცემაქსებს უწერია 6 ლიტრი. ახლა წავიდეთ და გაჩვენებთ როგორ ხდება აი ამის შეცვლა. თუმცა კიდე გეუბნებით, რომ ამის შეცვლა რაღაც სირთულეებს არ წარმოადგენს. უბრალოდ არის საწვალებელი. თქვენი თროცლით მანქანა უნდა წამოიწიოს, საბურავი უნდა მოიხსნას, შემდეგ დაგექცევა ზეთი და ასე შემდეგ. ამიტომ კიდე გეუბნებით, მე უპრობლემოდ ვცლით ჩემით ამას, მაგრამ ნამდვილად მეზარება ხამაზე ჩაჭდა. იცი რომ ცვლიან კარგად როგორც მინდა ისე და ვენდობი იმ ბიჭებს და ამიტომ ირჩევნია რომ ამ ჩემ წვალებას მივიდე და ადგილზე გამოვცვალოთ. ამიტომ ამ ყველაფერს ახლა იმიტომ გაჩვენებთ თუ რომელზეც ვიყენებ და როგორ იცვლება, იმიტომ რომ ვიცი რომ
კომენტარებში, რეკვებში ყველამ უნდა შემეკითხოთ, მაინც რაზეც იყენებ, რამდენი ლიტრი უნდა, სად ცვლი, როგორ ცვლი და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ ამ ვიდეოში და ნაჩვენით თქვენ თუ რამეს ვერ გაარკვევთ და ვერ მიაგნებ, შეგიძლიათ მომწეროთ და დაგაკვალიანებთ ყველაფერს, როგორც აქამდე ვაკეთებთ. წავით. როგორც გითხარით, გაჩვენებთ ზეთის შეცვლის პროცედურას. ჩემი ზეთებით ამოვიწია ჩვენი მანქანა, ეხლა გაჩვენებ საიდან უნდა დაიცალოს ზეთი. აი ეს ჯანჭიკი მოიშვება, აქედან ჩამოიცლება ზეთი თავიდან ბოლომდე და დავასვლის სადღაც 15-20 წუთის განმავლობაში, რომ ბოლომდე დაიწყოს. აფსი ბოთლი მაქვს ჩასხმული ხარ და მაინტერესებს რამდენი დაიცლება, რო იძახიან რომ ზეთი აკლდება და რაღაცა, რამდენი ლიტრი ჩამოვა, ვნახოთ აბა ზუსტად. ბოთლი შეივსო. აქ არის 5 და რაღაც. და აი აქ კიდე მოდის. ანუ ზუსტად რაც ჩავასხით, ის რაოდენობა ჩამოვიდა. გრამიც არ ქონია დაკლებული. ახლა ამასაც დაველოდებით, სანამ დაიწურება ბოლომდე. სადღაც 15-20 წუთი, ნუ რაც შეიძლება მეც თუ დაველოდებით, რა თქმა უნდა უკეთესია ბოლომდე დაიცლება, მაგრამ ახლა აქ პროფილაქტიკა არის და მაგდენხანს ფიზიკურად არა აქვენ დრო, იმიტომ რომ აი ნახეთ, ამიტომ არის დამოუკიდებლად საფრთხის შეცვლა კარგი, რომ თქვენ ჭკუაზე არის, ამდენხანსაც გინდათ, იმდენხანს გააჩერებთ მანქანას, თუ ვინა ღამე ჩამოცალეთ და დილით შეცვლით. უბრალოდ კიდე გეუბნებით, არ ღირს სახში წყოლება. ასულია სადღაც დაცლიდან 10-15 წუთი და ნახეთ, კიდე როგორ წვეთავს. აი ეს უნდა ვაცალოთ იმდენი, რომ მთლიანი სისტემიდან დაიცალოს ზეთი ბოლომდე. აი ეს ამ ზეთს არც ფერი აქვს შეცვლილი, არც გაფუჭებული არის საერთოდ. ნახეთ, ზეპოვნებაც აქვს. და ერთი შეხედვით ვინმე რო შეამოწმოს ზეთი იტყვის რომ ანუ კარგია, არ საჭიროებს შეცვლას. მაგრამ იცოდით რომ რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდეს ზეთი, რაც არ უნდა კარგი ზეპოვნება გქონდეს, ყოველი 40,000 კილომეტრის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს გადაცემა და კოლოფში ზეთი. ზოგადად ამბობენ რომ 50,000 კილომეტრის შემდეგ უნდა შეცვლა. კი ბატონო, ეგრეა, მაგრამ თუ უფრო ნაკლებ გარბენზე შეცვლით, მაგალითად 40,000 კილომეტრზე, რა თქმა უნდა უკეთესი არის. და არ გადააცილოთ, უბრალოდ ამას აქვს ძალიან სუსტი კოლოფები და უბრალოდ არ პატიობს ბოროტად მოპყრობას, ანუ ბოროტად მოპყრობას შეგულისხმობს, ანუ გაზაობას, დრიფტაობას, ადგილიდან რესკათ აღებას და ყველაზე მთავარი რაც არის ზეთის უყურადღებობას და აუცილებლად ზეთი უნდა ვაკონტროლოთ, არ გადავაცილოთ 40,000 კილომეტრზე ზემოთ და აუცილებლად თავის დროზე ვცვალოთ ზეთი. თორემ მსგავს რაღაცას უყურადღებობას ეს კოლოფები არ უპატიობს. ჩვენი ხელოსანი, რომელსაც მაქსიმალურად ვენდობი და ახლა თქვენთან ერთად შევეკითხები იმ კითხვებს, რაც ძირითადად გაინტერესებს. ნიკა, ეხლა რა მაინტერესებს, მე კი ვიცი, მაგრამ მომხმარებელს აინტერესებს, რომ ანუ აქ რომ მოუშვებთ ამას, ჰაერის წნევი და ჰაერებით თუ შეიძლება რომ აი ეს გამოვრეკოთ. არა, ურე, ანუ ძრავისეც მაგალითად ძრავისეც როცა ჩამოუშვებ, იქ შეიძლება დააჰაერო. იმიტომ რომ ეს პირდაპირ სარქველია და ამ კაროკაზე როცა დააჰაერე, ანუ აქვს პატარა სარქველები რა, რომელიც შეუძლია პატარა ნაწილაკი რამე რო ქონდეს ნაგარი გვერდზე ნაგავი, გაჭედოს რაღაცაში. ამას ჯობია დაელოდო 20 წუთი. კი ბატონო. ჩამოიწუროს, ვიდრე ჩვენ ჰაერი ჩააწვე და რაღაცა. კი ბატონო. ამის ფილტრები არის შიგნით. შიგნიდან ეს მაშინ უნდა დაშალო კაროკა მოიღო და მაგალითად. აი ზუსტად მაგ ფილტრზე არის საუბარი, რომ შეიძლება იმ ფილტრში გაჭედოს რაღაცა მოსულ. კი ბატონო, ხო. მეც მაგიტომაც დაველოდი ამდენი ხანი. აი ამ აპარატით ხდება ზეთის გაშვება, მაგრამ ნიკა მე ყველაზე მეტად ეხა მაინტერესებს რომ ამ აპარატში ხო იყო მანამდე ჩასხმული სხვა ფირმის ზეთი. კი, უყურე, ანუ ამას აქვს, ანუ ეს არის ჩამსხმელი, ეს არის აბრატი, ეს არის ჰიდრომუხტის ზოეძახიან, ანუ განყოფილება არის. როცა შენ ახალი ზეთის ჩასხმა გინდა, თქვა ციყვაზე არის მწვანე ფერის ზეთი. კი ბატონო. ამაში არის განყოფილი წითელი ფერის.
ხო. უნდა გამოწურო ესეთი შლანგიდან ეს თავისი რითაც ასხავ. დაილოდები ცოტა გამოიწურება, გამოამშრალებ, მე უკვე ჩაასხავ იმ ახალზეც. ამას აქვს განყოფილება, ანუ 6 ლიტრი ჩადის. კი. ამას არც გიდრომუხტავს, არც არაფერი. უბრალოდ პირდაპირ 6 ლიტრი უნდა შეგიძლიათ ჩაასხავ. ჩამსხმელი როგორც ასე გვერდიდანა, კი. ხო, ესა ჩამსხმელიდან. ძირითადად ახლა სხვა როგორც არ ვიცი, მაგრამ მე ეგრე ვიცი, იმიტომ რომ ეს აპარატი უშუალოდ ამ ფუნქციას ასრულებს, უბრალოდ ასწავს. ხო, აი მწვანე ზეთი ახსენე და მწვანე ზეთის ნარჩენი ხო იქნება შიგნით. ეხლა ჩემ შემთხვევაში ვასხამ წითელ ზეთს და ამ შემთხვევაში ამის დაშვება აქვს. ანუ ხო. ეს მე რაც ახლა ზეთი ნამყოფია ახლა ამ ხო. ეს არის თვითონ იმის დაშვება. კი ბატონო. რომ ექვსი რაც შენ გაქვს მოტანილი. კი. ანუ ეს ზეთებია ნამყოფია მაშინ. ახლა ეს მე ძირითადად უნდა გამოვწურო მაინც. ხო. რომ ახლა 6 უნდა ჩავასხა და შეიძლება იყოს დარჩენილი 300-400 გრამი და სხვაზე კი. სრული 6 ლიტრა ჩავასხა. კი ბატონო, ხო აი ეგ მაინტერესებს ზუსტად რომ ამას ვამბობ რომ ძალიან ბევრი ამას არ აქცევს ყურადღებას აქ არის სხვადასხვა ფირმის ზეთები. აი ეს ადამიანი ზუსტად ამ პროცესს შიგნით ნამყოფზეც გამოწურავს, გამოწმინდავს და ახალი ჩვენი ზეთი ჩაისხმება და არ გაერევა შიგნით არანაირი სხვა ზეთში ჩვენი ზეთი და მიდის სუფთა ჩვენი ზეთი. ეს თავიდან ბოლომდე უნდა დაიწუროს. კი ბატონო, აი ეს აქ რაც არის ნამყოფი უკვე ის იწურება თავიდან ბოლომდე. აგერან უკვე იწურება, უკვე ბოლომდე გავიდა უკვე, შო დაეცა ეს. ეს უკვე სისტემაში არა, ან არანაირი გრამის ზეთი შიგნით, სხვა ზეთი არ არის შიგნით. მაგის შემდეგ მე იმშვები, ან მოვასწირე. აგერ არის ამის განყოფილება. ნუ ამ შემთხვევაში არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს. ახლა ჩვენ გვაინტერესებს რაზეცაც ვასხავთ ახლა, რომ არ შეგიოს ის ზეთი. კი, აი ეს ზუსტად ეგ. ეხლა მე კომენტარებში დაწერეთ, ვისაც ზეთი გამოგიცული აქვს, გავს რამე თუ აკეთებს და ესე გულიანად თუ აკეთებს ცვლის ზეთს. მე ვიცი რომ პირდაპირ ასხამენ, კაციშვილი არ წმინდავს აი ამ რაღაცეებს. კი, შეიძლება დაშვება ქონდეს ერთმანეთს, მაგრამ მაგენ სხვა ფირმა არის და სხვა ფირმაში რო ერევა არ არის რეკომენდირებული. ამას აქვს რეზმა. კი. ანუ ეს რო შეიყვანო ბოლომდე შევა. მაგრამ თავით ბოლომდე არ უნდა შეიყვანო. ბევრი მინახია მოსული რომ ბოლომდე შეყავთ. არ შეიძლება ამ შემთხვევაში მე ბოლც ვეღარ ხსნი. მე ჭირდება ტოკარი და მე ჭირდება ერთი. აუ საჩალიჩო, ანუ ამასაც თავისი ამას თავისი ნორმაა რა. ამაზე ზემოთ აგერ აქ ეს შიგნით თავისი პრაგლატკა აქვს. კი ბატონო. წითელი ფერი. იქ მიხვა ხელში, ცნობის მიხედვი გააჩერეთ იმას თვითონ. ანუ ესეც თავის იმას საჭიროებს ცოდნას. კი ბატონო, აი ამ ჭანჭი გამოუბრალო რაღაცა სამხელა პრობლემის გამოწვევა და შექმნა შეუძლია. კი ბატონო. ეხა ჩვენ გვერდიდან აი ზუსტად მოხსნილი არის ერთი წამი და გაჩვენებთ საიდან უნდა შევიდეს ესეთი აი მოხსნილი არის აი აქ. აქ ხო მაგალითად აქედან ეხა შევა მილი და ჩაესხმება ჩვენი ზეთი. ნიკა ბევრგან ვიცი, სხვადასხვა ფასები არსებობს ამისი, ან იწყება 50-დან 40-30, ამ შემთხვევაში თქვენ თან რაყის ფასი რო? შეცვლა 30 ლარების C-Max-ი, ანუ ჰიბრიდზე. ბევრგან ამის ფასი მერყეობს 30-დან 50 ლარამდე. გააჩნია ვინ სად როგორ შეგიძლია ესე გულიანად, ესე კარგად, პროფესიონალურად, არ ამგონია 30 ლარად ვინმე შეგიცვალოს. მთავარი კითხვა კიდე ნიკა, ჩვენ თქვით რომ დაჰაერება ზეთის გამოშვების დროს არ შეიძლება, მაგრამ რამდენად რეკომენდირებულია წნევით შეშვება? ეს უბრალოდ შიგნით არაფერს არ ადგება ეს წნევა იქნას, უბრალოდ ეს არის ასხავს. ხო. ამ შემთხვევაში ახლა არანაირ პრობლემას არ წარმოქმნის ეს. ეს უკვე აგერა, თავისი ტემპერატურა, წნევა. ეს უკვე მაქსიმუმამდე არ უნდა მიიყვანო, რომ შიგნით როცა ამართეთ, არ უნდა მიაწვეს იმას. 6 ლიტრის საკაჩვა რა დრო ჭირდება ამას? საკაჩვას მაქსიმუმი ჭირდება 3-4 წუთი რა. მე აუცილებლად შევამოწმოთ ხო რამე თუ დარჩება შიგნით.
всё, ამოიწურა ბოლომდე, ხო? ბატონო, შვენიერია. ამით ეს მოუჩა კაროკაში ზეთის შეცვლა. დაუჭიროთ ახლა და ეგ არის. ამ ბიჭების მუშაობა თქვენ თვითონ შეაფასეთ და მოკლედ მეგობრებო, სანამ დაძრავთ მანქანას აამუშავეთ და სიჩქარეები ყველა განყოფილებაში ჩააგდეთ ერი, რამოდენიმე წამი გააჩერეთ, აი ესე, რომ ყველგან აიტანოს ზეთი. ახლა შეგიძლია დავძრათ მანქანა და წავიდეთ. მე კი დაგემშვიდობებით, კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე. მგონი სრული ვიდეო გაჩვენეთ. იმედია მოგეწონათ, და თუ კი მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი.